ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომ აი ძალიან ბევრ შრომობს, ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებს, მაგრამ აი მაინც ვერ აღწევს წარმატებას. ის რომ ბევრ შრომობთ არ ნიშნავს, რომ წარმატებული ხარ. ის რომ განათლება მიიღე ჰარვარდში არ ნიშნავს, რომ წარმატებული იქნება. რომ დაიღლები, მოკლედ გაეთიშო და დაფიქრდე, რომ კი, ბევრს ვშრომობ, მაგრამ იმას ვაკეთებ, რაც საჭიროა. ძალიან იშვიათად ლაპარაკობენ ხოლმე ბიზნესის ბნელ მხარეებზე. ბიზნესში თუ ხარ გიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება არის ადამიანებთან დამშვიდობება. ლევან დიასამიძე, Snap Fitness-ის თანადამფუძნებელი და იბერკომპანი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი. მას 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს საბანკო და კორპორაციულ ფინანსებში. როდესაც ბიზნესი უკვე გიფინანსებს თუნდაც ხარჯების 60%-ს. აი ეგ არის მომენტი, როდესაც უნდა გადახვიდე და აკეთო უკვე შენი საქმე. ბიზნესში წარმატების მიღწევისას მნიშვნელოვანია იყოს სწრაფი თუ ჭკვიანი. ორივე კომპონენტი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ბაზარი არ გაძლევს საშუალებას, რომ არ იყოს სწრაფი და არც ის არ შეიძლება, რომ არ გაანალიზო და სწორ ფილტრებში არ გაატარო გადაწყვეტილება. მოგესალმებით, მეგობრებო. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენს არხს ვინც უყურებს, იმის 66% ჯერ არ აქვს გამოწერილი ეს არხი. ამიტომ დიდი თხოვნა მექნება, რომ შეამოწმოთ და დააჭეროთ subscribe-ის ბლოკს, რადგან ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია, რომ გავაგრძელოთ წინსვლა და მოკლედ საინტერესო ეპიზოდები შემოგთავაზოთ. ასევე გეტყვით, რომ გვაქვს დახურული Telegram ჯგუფი, სადაც გაიგებთ ბევრ სიახლეებს ამ პროექტის შესახებ და აგრეთვე ეპიზოდებს შეგიძლიათ მოусმინოთ Spotify-ზე. ახლა ბევრს აღარ მოგაცდენთ და დავიწყოთ. ლევან, მადლობა რომ მესტუმრე. მოკლედ, მინდა პირველ რიგში ესეთი კითხვით დავიწყო. შენ ხარ Snap Fitness-ის თანადამფუძნებელი და აგრეთვე იბერკომპანიის გენერალური დირექტორი. და მოკლედ მინდა ჯერ იბერკომპანიის შევეხო. საერთოდ აი ვინც არ იცი, შეიძლება ბევრი ვიყურებს, ვინცაც არ გაუგია ჯერ ეს სახელი და მინდა რომ აი აგვიხსნა მაქსიმალურად ციფრებში რა მასშტაბებზე ეს კომპანია წასული, ანუ რამდენ კომპანიას აერთიანებს, რამდენი თანამშრომელი ყავს და აი მაქსიმალურად ისე თქმა შეგიძლია რომ აღქმა გქონდეს ამ ყველაფრის. ესე იგი, პირველ რიგში მადლობა რა დაინტერესებისთვის და ვფიქრობ, რომ კარგ საქმეს აკეთებ რა. კარგ საქმეს აკეთებ ადამიანებისთვის, ვისაც მნიშვნელოვანია, რომ გაიზიაროს წარმატება, წარუმატებლობა იმათგან, ვინც რაღაც გზა გაიარა, ესე ვთქვათ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე პატარა ინტრიგას დაგიტოვებ და დაუტოვებ მაყურებელს, რომ გადაცემაში ვტოვებ 10 ცალ მოსაწვევს Snap Fitness-ის დარბაზში, ხოლო პირობები როგორ და რანაირად ბოლოს გავუჟღეროთ რა. ეხლა რაც შეეხება იბერკომპანიის და ჩვენ საქმიანობას. კომპანიაში გვაქვს რამოდენიმე მიმართულება, ეს არის კომპანია, რომელიც 95 წელს დაახლოებით დაარსდა და მას შემდეგ ძალიან ბევრი ესე დიდი გზა გაიარა. პორტფოლიო გვაქვს ძალიან დივერსიფიცირებული. მე დაახლოებით 5 წელია ჩავერთე, როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და იმთავითვე ძირითად პარტნიორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალური დივერსიფიკაცია გაგვეკეთებინა პორტფოლიოს რიგი მიზეზების და გამო. ეს არის ბაზარი, რომელიც საკმაოდ მერყევია და მნიშვნელოვანია, რომ დაბალანსდეს ხოლმე რისკები და ასევე სხვადასხვა შეხედულებები. შესაბამისად, დღეს მდგომარეობით გვაქვს სიამაყით ვამბობ ხოლმე ძალიან ბევრ რაღაცებს ვაკეთებთ. დავიწყოთ. ესე იგი, დეველოპმენტის მიმართულება. ეს არის ახალი ბრენდი შევქმნით, ფიგურები. იბერკომპანიის ზოგადად კოლაბორაციით ყოველთვის იყო უძრავქონებაში დეველოპმენტის მიმართულებით ჩართული არქისთან ერთად რამოდენიმე პროექტი გვაქვს გაკეთებული და ესე ვთქვათ, აქ ვიყავით, მაგრამ ახლა ჩვენი ბრენდით შევეცადეთ, რომ განვითარებულიყავით. დღეს გვაქვს ფიგურები ჯიქიაზე, ვარკეთილის პროექტს, ვარკეთილში ვგეგმავთ საკმაოდ საინტერესო პროექტს, ასევე აჭარის მიმართულებით არის პროექტები და არქისთან ერთად ასევე კოლაბორაციით ვაკეთებთ King Tamars უკაცრავად. King Tamars პროექტს, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა და ვფიქრობთ, რომ ქალაქში ერთ-ერთი გამორჩეული ლამაზი, ესე ვთქვათ, მშენებლობა იქნება. გვაქვს კომერციული უძრავი ქონების მიმართულება. ეს არის სავაჭრო ცენტრი, Home Mart-ი, სადაც ფაქტიურად ჩვენს ტენანტებს ვცდილობთ, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ამ შემთხვევაში და მთელი გუნდი მომართული არის იმისთვის, რომ ტენანტები გვყავდეს რაც შეიძლება კმაყოფილი. გვაქვს საწვავის მიმართულებით ასევე გარკვეული აქტივები გაგვაჩნია, რომელიც
იჯარით არის ამ ეტაპზე გაცემული სრულად საწვავის მიმართულებაში ვიყავით, თუმცა გამოვედით, ჩავთვალეთ, რომ ჩვენი ბრენდით მანდ ყოფნას ან ძალიან დიდი რესურსი უნდა ჩაგვედო, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური, ან უნდა გამოსულიყავით და გადავწყვეტეთ, რომ გამოსულიყავით და დავრჩით მხოლოდ გაქირავების ნაწილში და გვაქვს კიდე, ესე იგი, ღვინის მიმართულება, ნაბერაული, სადაც პრემიუმ ღვინოს ვაწარმოებთ, ეს რაჭაში არის ეს ქარხანა და რაჭა არის ზოგადად ქართულ ღვინოებში ყველაზე ძვირი, ესე ვთქვათ, ღვინოები, იმიტომ რომ ყურძენის თვითონ ყველაზე ძვირი არის კილოგრამებში გადმოყვანილი და თავის გემოვნური თვისებები ძალიან გამორჩეული და გვაქვს საშუალება, რომ პრემიუმ სეგმენტზე ვიყოთ ამ შემთხვევაში. გვაქვს კიდე ერთი ჩემი საყვარელი მიმართულება, ეს არის ნუშები. გავაშენეთ ალბათ ერთი 3 წლის წინ, 3 შეიძლება 4 წლის წინ, ნუშების ბაღი, რომელიც არის 125 ჰექტარი და ეხლა დავამატეთ კიდე 32 ჰექტარი. და შესაბამისად ამ პროცესებში, ესე ვთქვათ, მთელი ეს გუნდი, რასაც ყვები რა, რასაც ერთად ვაკეთებთ, ძალიან გამოიწვრთო რა. ეს ნუშები მიყვარს, რატო ზოგადად მიყვარს ხოლმე, რომ როდესაც რაღაცას ვიწყებ და მე ამას ჩაუღრმავდები, წარმოვიდგენ ხოლმე შედეგს. და ნუშების ბაღს, როდესაც ვიწყებდი, წარმოდგენილი მქონდა, რომ ჩვეულებრივი დღე, როდესაც ცოტა გადავიღალე, 1 საათი გზა არის აქედან თბილისიდან, ჩემი ოფისიდან, გავდივარ და აი დაღლილზე ვსეირნობ ნუშების ხეივანში და წელს ავისრულე, ეგოცნება, ესე იგი ხეები ძალიან გაზრდილი არის და სიამოვნებით, აი ისეთი სიამოვნებით ვსეირნობ და ისეთი კარგი აურა არის რა, რომ მეტი არ შეიძლება და მოკლედ აი ეს არის, რასაც ვაკეთებთ. ასევე გვაქვს ძალიან მე ვფიქრობ ქვეყნისთვისაც და რა ვიცი, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ეს არის ჰესების მიმართულება, ენერგეტიკის მიმართულება. აქ ჰესებს ცალკე გამოვყოფ, იმიტომ რომ 90% ჰიდროელექტროსადგურების ესე ვთქვათ პროექტები გვაქვს პორტფელში და არის 10% სოლარის მიმართულება. და ვავითარებთ ამ პროექტებს დაახლოებით ალბათ 140 მეგავატამდე სიმძლავრე იკვრება, რაც 200 მილიონზე მეტის ინვესტიციას უყურებს, ესე ვთქვათ. და ვფიქრობ, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს დარგი ძალიან მნიშვნელოვანია და მე პირადად გუნდთან ერთად ძალიან დიდ რესურსს ვდებ ამაში და ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვისაც ძალიან საინტერესო კონტრიბუციას ვაკეთებ და აუცილებლად შევიტანთ ქვეყნის ეკონომიკაში. დღეს მდგომარეობით გვაქვს ერთი ჰესი, რომელიც უკვე გაეშვა და ეს არის დაახლოებით 7.2 მეგავატის ფარგლებში არის სვანეთში ერთი ჰესი და დამუშავებაში პროექტირების ნაწილში, ზოგი კვლევის ნაწილში, ზოგან მშენებლობა უნდა დაიწყოს აი მომდევნო თვეებში, ესეთ პროცესებში ვართ ჩართული. მე მგონი არაფერი გამომრჩა. ეგ არის, რასაც ვაკეთებ. და ერთ დავამატებ, რომ ძალიან საინტერესოა რა. ჩემთვის როგორც მართველისთვის ამ პროცესებში, ესე იგი, ყოველ დღე სხვადასხვა პრობლემებს ვეჩეხები ხოლმე რა და განვითარების კუთხითაც მნიშვნელოვანია და საინტერესოა და ხედვაც ბევრად უფრო გაშლილი გაქვს, ესე ვთქვათ რა და მე კომფორტულად გრძნობ თავს. ეხლა შენ რაც მომაყევი რა, აი ამხელა კომპანიის გენერალური დირექტორი ხარ. იცი რა მაინტერესებს? საერთოდ როგორ მოხვედი აი საერთოდ ამ ბიზნეს სამყაროში, იმიტომ როგორც ვიცი, საერთოდ სხვა მიმართულებაზე სწავლობდი უნივერსიტეტში და აი რამ გადაგაწყვეტინა, რა მოხდა შენ ცხოვრებაში, რომ აი ესე ტრანსფორმაცია გაიცადა და საერთოდ სხვა მიმართულებაში გადმოხვედი? ძალიან საინტერესო პროცესი გავიარე რა, მოკლედ ესე ხდება ხოლმე და ეს არ არის არც გამონაკლისია, არც რაღაცა ისეთი გამორჩეული გზა გამივლია, თუმცა ვცდილობ ხოლმე, რომ ეს გადმოვიტანო და რჩევები ჩემ განვლილ გზაზე დაყრდნობით მივცე ხოლმე მეგობრებს, ახლობლებს, ახალგაზრდებს, ვინ ჩართული არის განვითარებაში და კარიერაზე ფიქრობს. მოკლედ პირველი იყო დავიწყე საავიაციო ოცნება მქონდა რომ ეფრინა რა და ყოფილიყავი პილოტი. და საავიაციო ინსტიტუტში ჩავაბარა იმხანად და მინდოდა პილოტობა. თუმცა
რიგი მიზეზების გამო ეს იყო პირველი ოჯახი იყო წინააღმდეგი და შესაბამისად ვეღარ გავაგრძელე, იქ იყო თვალების პრობლემა მცირედით რაღაცეები, როდესაც პილოტს სხვა მოთხოვნები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იმ დროისთვის. გავაგრძელე საავიაციო მიმართულებით, ოღონდ ეკონომიკა და მენეჯმენტის კუთხით. და აღმოვაჩინე, რომ როდესაც დავამთავრე ეს სასწავლებელი, აღმოვაჩინე, რომ ჩემი არ იყო ეს ყველაფერი რა. ანუ სხვაგან უნდა გამეგრძელებინა და იმ დროისთვის საქართველოში ყველაზე განვითარებული სფერო შეიძლება ითქვას სწრაფად განვითარებადი იყო ბანკები. და ერთ-ერთი საუკეთესო და მზარდი იყო TBC ბანკი, სადაც დავიწყე მუშაობა და ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე TBC-ში და ვფიქრობ, რომ TBC-ში ერთი აგური დავდე და იმასაც ვფიქრობ, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან დიდ როლს თამაშობენ ბანკები, თამაშობს TBC და მგონია, რომ ჩემი კონტრიბუცია მანდაც გარკვეულწილად მცირედი არის და მეამაყება, რომ 16 წელი, ესე ვთქვათ, TBC-ის გუნდთან ერთად მაგარ საქმეს ვაკეთებდით. და აქ გავიარე ფაქტიურად და მადლობელი ვარ TBC-ის, რომ ძალიან ბევრ პროცესებში ძალიან კარგად გავერკვიე. პირველი ნაწილი რაც იყო პროექტები, სადაც ვიყავ ბიზნეს საკრედიტო ექსპერტი ვიყავ, ესე ვთქვათ, ბიზნეს მიმართულებით და იყო პროექტების დამუშავება. აქ კონკრეტულად შევეხე კომპანიების ფინანსებს, ფინანსურ მდგომარეობას, ანალიზს, სესხის გაცემას, იურიდიულ საკითხებს, როგორ ხდება ეს პროცესი და შემდეგ მთელი პერიოდის განმავლობაში ამ მომხმარებლებს, ესე ვთქვათ, ბიზნეს ვუზრდიდით ერთად მივდიოდით, იყო წარმატებული кейსებიც, იყო რა თქმა უნდა წარუმატებლებიც, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე ამ კუთხით რა, ესე იგი. მეორე ნაწილი იყო 2009 წლიდან თუ არ ვცდები, რეგიონალურ დირექტორად გადავინაცვლე, ჩავიბარე 12 ფილიალი, ეს იყო თბილისი და იყო რეგიონებიც და თუ არ ვცდები 2017-ში, როდესაც პოზიცია შევიცვალე, 36 ფილიალი დავტოვე, დაახლოებით 800 ადამიანი იყო ჩართული და აქ იყო მენეჯერული უნარჩვევები. მოკლედ, პირველ ნაწილში შევისწავლე ბიზნესი და გავიცანი ბიზნესში მოღვაწე იმ დროისთვის ქართული კომპანიები, ესე ვთქვათ, და ძალიან კარგი კომუნიკაციის, ესე ვთქვათ, საშუალება მომეცა ამ ადამიანებთან და დღესაც მეგობრობ მათთან. მეორე იყო მენეჯერული ნაწილი, სადაც მართავდით და ძალიან მნიშვნელოვან საინტერესო პროცესებს ვახორციელებდით. მახსოვს პროექტები McKinsey-სთან ერთად, რომელიც განვახორციელეთ TBC-ში და ეს ძალიან კარგი საშუალება იყო. იმ დროს საქართველოში არ იყო კომპანიები, რომლებიც ამ ფუფუნებას მისცევდა უფლებას თავს, რომ მოეწვია ესეთი სახელოვანი საკონსულტაციო კომპანიები და მესამე როლი, რომელიც TBC-ში მქონდა, ეს იყო 2 წელი, დაახლოებით 2 წელზე ცოტა მეტი იყო. რიტეილ სესხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიყავი, სადაც უკვე თვითონ პორტფელის მართვაზე ვიყავი პასუხისმგებელი და აქ იყო სტრატეგიული მიდგომები. აქ ხვდები, რომ უზარმაზარ პორტფელს, რომელსაც მართავ, აი მცირედი ჭანჭიკის მოძრაობით რა ცვლილებებს იწვევ. და მოკლედ ეს ფიქრობ, რომ მთელი მენეჯერისთვის საჭირო უნარები შეიკრა TBC-ში და ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ დრო არის, რომ დავასრულო TBC-ის კარიერა და დავიწყო ჩემი საქმე. მანამდეც არაერთი მცდელობა მქონდა ბიზნესის კეთების და მოკლედ მივიღე გადაწყვეტილება, ძალიან მძიმე იყო გადაწყვეტილება, როდესაც კომფორტში ხარ, როდესაც ყველაფერი გაქვს, ვიღაცები ოცნებობენ იმაზე, რაც შენ გაქვს და ღებულობ გადაწყვეტილებას, რომ ამ კომფორტის ზონიდან გახვიდე და აკეთო სხვა საქმე და დღეს არ ვნანობ ნამდვილად, რომ გამოვედი და ვაკეთებ, ბევრად საინტერესო გახდა, მგონია ჩემი ცხოვრება. და ეგ ბიზნესის სნეპი იყო თუ მანამდე გქონდა რამე? იცი რა, ერთი საინტერესო ბიზნესი მქონდა, ეს იყო კომპიუტერული მაღაზიების ქსელი გავაკეთეთ, კომპი. ჩემს ძალიან კარგ მეგობართან ერთად, თუ არ ვცდები 2009 წელს დავსტარტეთ, კომპანია მიარსება 10 წელი. ანუ
მეამაყება ის, რომ ესე სტარტაპის ზონა გავიარეთ და კარგახანი ესე გავძელით, ესე ვთქვათ, ბაზარზე. მომგებიანებიც ვიყავით და კარგი კომპანია იყო, თუმცა დაუშვით შეცდომები. სადაც უზიარებ ხოლმე სტარტაპერებს ძირითადად და რა ტიპის შეცდომები იყო, იცი? მე ვფიქრობ ახლა, როდესაც ვიაზრებ ამ ყველაფერს, როდესაც დავიწყეთ, ერთი მაღაზიით დავიწყეთ, კომპიუტერული მაღაზიით, ესე ვთქვათ, როგორც ხდება ხოლმე, რაღაცა მართლა ეგრე იყო, რომ $500 დავდეთ, იქ ავეჯი ჩვენი ხელით ავაწყვეთ, მოკლედ და ესე ვუფოფინებდით ამას. გავზარდეთ, თან TBC-ში მუშაობდით ორივენი სხვათა შორის. და ვფიქრობთ ესეთ რაღაცას, რომ მოდი ჯერ აქ მყარად არა ვართ, ამიტომ მოდი ვიმუშაოთ TBC-ში. და ეს ვქონდეს side business-ად რა. გაიზარდა ახლა ეს გავხსენით მეორე მაღაზია, მესამე მაღაზია. მე ვიფიქრეთ, რომ რაღაც ჩვენ წავიდეთ, მოდი დირექტორი დავიქირავოთ. და მივიღეთ გადაწყვეტილება და დავიქირავეთ დირექტორი. თან ჩვენ უკვე იმხელა გამოცდილება გვქონდა დაგროვებული, რომ ჩვენ მომსახურები ვართ მომხმარებელს, ვიცოდით მომხმარებელს რა მოწონდა და რა. არც დირექტორს მივეცით გაზრდის საშუალება თვითონ რო გარკვეულიყო, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა ინფორმაციები და ის რო რაღაცას გვეტყოდა, ისეთ არგუმენტირებულ ინფორმაციებს და გადაწყვეტილებებს ვეუბნებოდით, რომ რთული იყო ჩვენთან შემოწინააღმდეგება რა და თან არც მივეცით სადავები, თან მივეცით თითქოს და საბოლოო ჯამში ნელ-ნელა დავიწყეთ გაზრდა, მაგრამ მომენტი, როდესაც ბაზარი შეიცვალა, როდესაც გამსხვილება დაიწყო, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ალტა ოკეისთან გაერთიანდა, ალტა ოკეი დაერქვა, გამსხვილებები დაიწყო ბაზარზე, ეგ მომენტი გავმაზეთ. იმიტომ გავმაზეთ, რომ უშუალოდ ბაზართან კავშირი დავკარგეთ, შეგრძნება დავკარგეთ. ბაზრის და ამის შემდეგ დაიწყო ნელ-ნელა კლება, ესე ვთქვათ და ჩემთვის იყო ძალიან რთული მომენტი, აი ლამის შვილივით რო გაზრდი კომპანიას და ალბათ 9-10 წლის თავზე დავხურეთ და ოფისი დავგვჭა ერთი უძრავი ქონება დავგვჭა მაგამბიდან და იმ ოფისში ვიყავი მისული და ვიზიტკები ვნახე ეს ძველი ლოგო, როგორ ნაფიქრი ვქონდა, ცრემლები მომადგა, მაგრამ ესეც ხდება, ძალიან მწარე გამოცდილება იყო, ძვირი დაგვიჯდა ეგ გამოცდილება, მაგრამ ეგ არის ცხოვრება რა. ეგრე უნდა გადავიხადოთ ხოლმე ჩვენ შეცდომებზე რა და ეხლა საშუალება მაქვს რომ მოუყვე ვიღაცას მინიმუმ და თუ დამიჯერებენ კარგი იქნება. იცი რა მაინტერესებს? აი წეგარ რო ახსენე რომ თან სამსახურში ვიყავითო და პარალელურადო ეს საქმეც გქონდაო რა. აი დღეს რეალურად როგორი სიტუაცია არის? აი სამსახურში მუშაობენ ბევრი ადამიანი, მეც მათ შორის ვიყავი და ანუ სიტუაცია რა იყო? ანუ ხელფასი რეალურად თვიდან თვემდე ყოფნიდა რა და ეგ არის უმრავლესობა, მაგრამ ამ უმრავლესობას ყოველს უნდა რომ თავის ბიზნესი აი რას მირჩევდი ეხა შენ გადმოსახედიდან როცა აი ხელფასი მაქვს იმდენი რომ აი თვიდან თვემდე ყოფნის აი რა უნდა გავაკეთო რომ მე შევძლო ერთ დღეს ჩემი ბიზნესის გაკეთება როცა მარტო ეგ მაქვს ჯერ შემოსავალი რა ხელფასი ახლა ძალიან რთულია კონკრეტული кейსებია რომლებიც ბევრ ესე ვთქვათ ასპექტს მოიცავს ყველას ცხოვრება ყველა ადამიანის გარემო არის სხვადასხვა თუმცა overall შემიძლია ვთქვა ესეთი რაღაცა რომ სად დაუშვით კომპისში შეცდომა რომ რაღაც მომენტში როდესაც ვაკეთებდით ამ ბიზნესს და თან ვიყავით ბანკში და როდესაც ბიზნესი გაიზარდა იქამდე რომ მინიმუმ ჩემი ხარჯები შეიძლებოდა დაიფინანსებინა ოჯახი და ასე შემდეგ რა უნდა მიგვეღო ან მე ან ჩემ პარტნიორს გადაწყვეტილება და გადავსულიყავით ბიზნესში. ანუ ეს არ უნდა მოხდეს ისე რომ აი მე ბიზნესი მინდა დავიწყო და ამიტომ წავედი დავყარე ყველაფერი და გავაკეთე. არა, ეს უნდა მოხდეს ძალიან რბილი გადასვლით, ესე ვთქვათ, ამ პროცესში. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია რა, ყველაფერი მოიკლო, ალბათ ძალიან რთული იქნება, რომ ყველაფერს ჩაეხსნა ერთ დღეს ადგე, ბევრი кейსები გვაქვს და წარმატებული кейსებიც გვაქვს, ესეთი, თუმცა წარუმატებლებიც გვაქვს, რომლებზედაც ნაკლები ინფორმაცია გვაქვს. ჩემი აზრით ყველაზე safe სიტუაცია არის, როდესაც რაღაც მომენტში, როდესაც ბიზნესი უკვე გიფინანსებს თუნდაც ხარჯების 60%-ს და კი დისკომფორტი გექმნება, იმიტომ რომ გიმცირდება შემოსავალი, მაგრამ
მაგრამ აი ეგ არის მომენტი, როდესაც უნდა გადახვიდე რა და როდესაც უნდა ჩაებღაუჭო აი შენ საქმეს და აკეთო უკვე შენი საქმე რა. ეს არის ყველაზე safe. თუმცა არის ახლა მომენტები, როდესაც გჯერა იდეის და ახალ ბიზნეს იმდენად დიდი რესურსი ჭირდება, რომ შეიძლება მიიღო გადაწყვეტილება და წახვიდე, მაგრამ მინუსებით ვერ იცხოვრებ, ესე ვთქვათ რა. ხო ყველას გჭირდება ტანსაცმელი ჩაცმა, დახურვა, ყვება, რა ვიცი, გადაადგილება და ასე შემდეგ და არ შეიძლება რომ დააწვე სტარტაპს შენი ხარჯებით რა, ძალიან რთული იქნება მაშინ სტარტაპის განვითარება. ან რესურსი უნდა მოიძიო იმისთვის, რომ ეს შენი ხარჯები მინიმუმ დაიფინანსო რა. ამიტომ ძალიან ფრთხილად და გააზრებულად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ჩემი აზრით. და ეხა რატო გადაწყვეტილი რომ აი თან ხარ კომპანიის გენერალური დირექტორი და პარალელურად შენი ბიზნესიც გქონდეს Snap Fitness-ი. ნახე, Snap Fitness-ის ისტორიას მე ცალკე შევეხოთ. Snap Fitness დავსტარტეთ 10 წლის წინ. ძალიან რთული პროცესები გავიარეთ Snap Fitness-ში და რეალურად დღეს Snap Fitness-ის დირექტორი სოფო სოლოხაშვილი, აი ოქრო ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზარდა ამ ინდუსტრიაში და მე ვთვლი, რომ ამ ინდუსტრიაში იქიდან გამომდინარე, რომ ეს ინდუსტრია ფაქტიურად არ არსებობდა, როდესაც ჩვენ ბაზარზე შემოვედით. ერთ-ერთი კომპანია ვარ, სადაც კომპეტენციები დაგროვდა და მე ვთვლი, რომ ჩემი რესურსი დღეს აღარ არის საჭირო, მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემი რესურსის აღარ არის საჭირო Snap-ში, იმიტომ რომ სოფო ჩვენთან ერთად გაიზარდა, იცი ძალიან კარგად ბაზარი იცი ძალიან კარგად, მომხმარებელს რა უნდა იცის ძალიან კარგად, ჩვენი მიდგომები იცი ძალიან კარგად. მოკლედ კომპანიას მართავს ისე ალბათ როგორც მართავდი მე. შესაბამისად, Snap-ი როგორც ცალკე unit-ი თავისთვის არის და მე როგორც პარტნიორი ვარ ჩართული რაღაცა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, აქ ჩემი რესურსი არ იხარჯება. და როდესაც წამოვედი მე ბანკიდან, ერთ-ერთი იყო Snap-ი, რომელსაც ესე ვთქვათ, აქტიურად ვაწვებოდით, ესე რომ ვთქვათ, და მივიღე შემოთავაზება, ძალიან კარგი ადამიანია, გოჩა ენუკიძე, რომელიც არის იბერ კომპანიის დამფუძნებელი გოჩასგან და გადავწყვიტე, წინადებაც ესე იყო, ერთად გავაკეთოთ ამბავი იყო, რომ მიგიწევს, ესე ვთქვათ, და გადავწყვიტე, რომ იბერ კომპანიაში გამეგრძელებინა, ესე ვთქვათ, ჩემი კარიერა და ძალიან ბევრი რაღაცეები შევცვალე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქმეს აკეთებ ადამიანთან ერთად, გენდობოდეს პირველი, ენდობოდეს შენ კვალიფიკაციას და ხელფეხი მაქვს გაშლილი, ესე ვთქვათ რა, სტრატეგიულ საკითხებს რა თქმა უნდა ერთად გავდივართ, თუმცა აი ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და მაქვს საშუალება, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით განვითარდეთ, ძალიან ბევრი მიმართულება გქონდეს და გეტყვი, რომ ძალიან საინტერესოა რა, აქ მუშაობა და ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ ყოველდღიურად რა, აი გოჩასგანაც იმდენი რამე ვისწავლე, ადამიანებთან ურთიერთობა, სხვაგვარი დიპლომატიური ურთიერთობა, იქ თანამშრომლებისგანაც, ახალი სივრცისგან, TBC-ში მაინც ერთად ვიყავით გაზრდილი და რაღაც კულტურა ვქონდა. აქ სხვა კულტურა დამხვდა და აქაც აი ყოველდღიურად ვსწავლობ, დღესაც ვსწავლობ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სადაც საინტერესოა იქ ვარ რა, რეალურად, სადაც რაღაც მსიამოვნებს აი დილით რომ მიდიხარ და აი პროექტებზე რომ ვფიქრობ, ძალიან დამღლელია ხანდახან ვფიქრობთ, რომ აი ეხლა ეს ცოტა ზედმეტი ხო არ არის ამდენი ბიზნესი ან რაღაც, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ ვიაზრებ მე დამშვიდებულზე, იქა ვარ სადაც უნდა ვიყო რა. შენი აზრით ბიზნესში წარმატების მიღწევისას მნიშვნელოვანია იყოს სწრაფი თუ ჭკვიანი? მაგარი კითხვა არის რა. იცი რა არის, არჩევანი რომ მქონდეს ორივეს ავირჩევდი რა ამ შემთხვევაში. სწრაფიც უნდა იყოს და ჭკვიანიც რა. იმიტომ რომ გონია რომ холод ერთ მხარეს რო იყო განვითარებული და სწრაფი იყო და სწრაფად იღებდა გადაწყვეტილებებს, არ გაგიმართლებს ყოველთვის, ანუ ჭკუაც უნდა დავატანოთ რა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწრაფიც იყო და ჭკვიანიც. ხშირ შემთხვევაში როგორ არის ხოლმე რა, ზოგადად გამოცდილება დღეის მდგომარეობით, როდესაც გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა და შეგრძნება მაგ გადაწყვეტილებების მიმართაც კი გამიჩნდა შეგრძნება,
თავს ვაძლევ უფლებას, რომ სწრაფად მივიღო გადაწყვეტილებები და არ გავაანალიზო რაღაც პროცესები, იმიტომ რომ გამივლია ვიცი და ალბათობა, რომ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ, საკმაოდ მაღალია გამოცდილებიდან გამომდინარე. მაგრამ თავის დროზე, როდესაც შედარებით პატარა ვიყავი, ალბათ უფრო მეც ვფიქრობდი და twins ვატანდი, ესე ვთქვათ, ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებდი იმ მომენტამდე, ესე ვთქვათ. აქედან გამომდინარე, ორივე კომპლექსში არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ბაზარი არ გაძლევს საშუალებას, რომ არ იყოს სწრაფი, უნდა იყოს სწრაფი და არც ის არ შეიძლება, რომ არ გაანალიზო და სწორ ფილტრებში არ გაატარო გადაწყვეტილება რა. ანუ ორივე კომპონენტი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ჭკვიანიც უნდა იყოს და ძალიან სწრაფიც უნდა იყოს რა. გასაგებია და აი იმ შემთხვევაში, როდესაც აი ადამიანი მაგალითად ძალიან ბევრი აი hard works-ასაც ეძახიან რა. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომ აი ძალიან ბევრ შრომობს, ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებს, სწრაფიცაა სიტყვაზე ჭკვიანიცაა, მაგრამ აი მაინც ვერ აღწევს წარმატებას. აი მაგარ hard work-შია, აი დილიდან საღამომდე მუშაობს და რეალურად აი ის წარმატება და აი რო გვაქვს რომ აი ერთ დღეს ბევრ ფულს ვიშოვი და აი ვერ ვაღწევთ მაგ წარმატებას. რეალურად აღწევენ ძალიან 1% ან 5% წარმატებას, ხო? რატო ხდება? ყველაზე ხშირი შეცდომა რა არის მაგ დრო შენი აზრით? იცი რა არის? არ მიფიქრია თქო, არ გეტყვი. ჩემი ირგვლივაც არის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ბევრად მეტი გამოცდილება აქვთ, ბევრად უფრო კარგი განათლება აქვთ, უფრო ესეთ უნივერსიტეტებში აქვთ და ბევრად მეტად მშრომელები არიან. არიან ესეთი ადამიანები, თუმცა არის რაღაცა კომპონენტი რა, რომელსაც გადააზრება ჭირდება სხვაგვარად. ხანდახან საჭიროა, რომ მგონია ესე რა, რომ გაეთიშო ამ ყველაფერს, ანუ რომ დაიღლები, მოკლედ გაეთიშო და დაფიქრდე, რომ კი, ბევრს ვშრომობ, მაგრამ სწორად ვშრომობ, ან იმას ვაკეთებ, რაც საჭიროა, ან ბევრი სტარტაპი მინახავს მაგალითად, რომლებიც რაღაცებს ცდილობენ, შრომობენ, მაგრამ ძირითადი ამოსავალი რაც არის, რომ მომხმარებელზე ფიქრი და რას დაუზოგავ, რას გავაკეთებ, ან რა პრობლემას ვეჭიდები, რას გადავწყვიტავ და ჭირდება თუ არა ამ პრობლემის გადაწყვეტა ვინმეს რა. ანუ ერთის მხრივ მგონია, რომ ის რომ ბევრს შრომობ და არ ნიშნავს, რომ წარმატებული ხარ. ის რომ განათლება მიიღე ჰარვარდში არ ნიშნავს, რომ წარმატებული იქნები. აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩავიჭიროთ ის მომენტები, რაც საზოგადოებას ჭირდება, მომხმარებელს ჭირდება. რამდენი ბიზნესი გინახავს, დაწყებულა ბიზნესი, მოკლედ დიდი ინვესტიციებით გაკეთებულა რაღაცეები, არ ვიცი, გაგიხარდება, გულს გაუხარდება, მაგრამ არ არის შესწავლილი მომხმარებელი. ანუ არსებობს თუ არა ბაზარი, არ არის შესწავლილი. ანუ ინფორმაცია დატაზე დაყრდნობით არ არის მიღებული. საქართველოში გვაქვს ძალიან კარგად. გავაკეთოთ ღვინის ქარხანა, ან ავაშენოთ ეს და ვინ არის მომხმარებელი, სად ყიდი, რას აკეთებ, ანუ ვინ გადაგიხდის, რას პირველ რიგში უნდა დავიწყოთ ხოლმე ფიქრი მომხმარებელზე. სად გავყიდი რა და ბევრს ურჩევ ხოლმე ღვინის ქარხანაზე რო უკითხავთ ხოლმე. შეკაი ადამიანო, არის უამრავი ღვინის ქარხანა. წადი ჩამოასხმევინე რა ბრენდითაც გინდა და მოდი ჯერ გაყიდვა ისწავლე. მარჟა დაბალი დაგრჩება, მაგრამ მოდი გაყიდვა ისწავლე და მერე უკვე იფიქრე მარჟის ზრდაზე, ვთქვათ რა. იგივე სტარტაპებს ურჩევ ხოლმე, რა პრობლემას წვიტავთ ეს პრობლემა, მაგრამ ამ პრობლემის გადაწყვეტა მართლა წვიტავენ ამ პრობლემებს რეალურად, რაც ჭირდება მომხმარებელს, მაგრამ რამდენ მომხმარებელს ჭირდება? მოდი შეისწავლე, რაღაცები გაარკვე, მეტი დატა შეაგროვე და ამაზე დაყრდნობით მიიღე გადაწყვეტილება. და ალბათ არის იღბალიც რა, გარკვეულწილად ამ ფაქტორს, ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე და უკავშირებ, რომ იღბალიც რაღაცა ჩვენი ქმედებების თანწყობა არის რა, სწორი ქმედებების თქო, მაგრამ ალბათ ის ქმედებებიც ხანდახან არის ხოლმე გაუაზრებელი ქმედებები, რაღაცეებს აკეთებ. აი მაგალითისთვის გაიცანი ვიღაც ადამიანი, რომელიც არ ვიცი 3 წელიწადში რაღაც გადაკვეთის შემთხვევაში აღმოჩნდა შენი ძირითადი პარტნიორი, ვთქვათ რა. ეს ხო იღბალი იყო, როდესაც 3 წლით ადრე სადღაც გაიცანი. ანუ ეს მომენტებიც ალბათ არის და ამის გამორიცხვაც არ შეიძლება ალბათ. ავიცი. აჰა, გასაგებია. ისე ბიზნეს კეთებაში ყველაზე მაგარი უნარი ან თვისება რა უნდა გქონდეს? ესე იგი, როდესაც მეკითხებიან აი ბიზნესში წარმატება რა არის? მოკლედ პირველი ვთქვათ, რომ ის კომპონენტები რაც წეღან მოვყევი რა, რომ უნდა გავიაზროთ, სწორად დავიწყოთ. უნდა
გვინდოდეს ამ საქმის კეთება, მე რომ საქმეს ვიწყებ, ერთი თვე ნახევარი, ორი თვე ვფიქრობ ზოგადად, რომ ისე მანთებს ეს თემა როგორც ორი თვის წინ თუ არა. აი ორი თვის შემდეგ უბრალოდ ვიაზრებ, რომ შეგრძნების დონეზე ისე ბევრი შემიძლია თუ არა ეს განათებული თვალებით გელაპარაკოთ. თუ შემიძლია, ესე იგი ნიშნავს, რომ მე ეს მომწონს რა და ორი თვე მე გამოვიძინე ამ იდეით და აი მან შემიძლია დავიწყო. მოკლედ ეს კომპონენტი, შრომის ნაწილი და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ-ერთი რომელსაც გამოვყოფთი და აი ვცდილობ ხოლმე აი ჩემ შვილსაც სადაც ლექცია წამიკითხავს, ეს არის პასუხისმგებლობა რა. ყველას ვცდილობ რომ აუხსნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენ საქმეს, რასაც ვაკეთებთ. ძალიან ხშირად ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებით ვაწყდებით უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს და უპასუხისმგებლოდ გაკეთებულ საქმეებს. მაგალითისთვის გეტყვი, რომ ხშირია შემთხვევა, რომ არ ვიცი, ქალაქის მერიას ვადანაშაულებთ, რომ აი გზა როგორ არის გაკეთებული, ტალღები აქვს გზაში. ამ დროს მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოყო თანხა. ბიუჯეტი დაიხარჯა ჩვენი თანხები, ესე ვთქვათ, გაკეთდა რეალურად და მოდი ვეძებოთ ახლა მიზეზი. შემსრულებელმა არასათანადო ყურადღება მიაქცია, შემოწმებელმა არასათანადო ყურადღება მიაქცია. ანუ ერთის პასუხისმგებლობა მეორეს პასუხისმგებლობა არ მიუდგა საქმეს და როგორ შეიძლება მე ქალაქისთვის რაღაცას ვაკეთებდე, ამაში ფულს ვიღებდე და მე ამას პასუხისმგებლობით არ მიუდგე. ყველა ტრეინერს სნეპში ვეუბნები ესეთ რაღაცას, რომ ნახეთ სად გადის, ჩვენ არა ვართ სავარჯიშო დარბაზი რა, სადაც მოვლენ და უბრალოდ ივარჯიშებენ. რეალურად გვაქვს სივრცე, სადაც ადამიანები თავიანთ ცხოვრებას ცვლიან. მე პირადად შევიცვალე 2015 წელს ალბათ, როდესაც პირველად კლუბი 71 იყო მაშინ ვაჟაზე, სანამ სნეპი გვექნებოდა და მაშინ დავიწყე ვარჯიში და დაახლოებით 1 წელიწადში სულ სხვა ადამიანი გავხდი. ბევრად გაბედული, ბევრად მოტივირებული, ბევრად გამძლე. მე შემცვალა და როდესაც იცი რომ შენ შეიცვალე, როდესაც სივრცეს ქმნი, სადაც ადამიანების ცხოვრებას ცვლი. მოდი ახლა გავიაზროთ თქო, რომ ამხელა პასუხისმგებლობა არის ყველა ჩვენთაგანზე. ჩემზე, რომ ეს სივრცე შევქმნა რეალურად და შევთავაზო მომხმარებელს და თქვენზე, რომლებიც ყოველდღიურად შეხება გვაქვს მომხმარებელთან, ხო? და ეს მომხმარებელი რომ მოვა თქვენთან, თქვენ რო სათანადოდ არ გაუწიოთ მომსახურება და ერთ თვეში ის წავიდეს და ხშირია ესეთ შემთხვევები სამწუხაროდ, თქვენ მას შანსს დააკარგვინეთ, რომ მის ცხოვრებაში რაღაცა მნიშვნელოვანი შეცვლილიყო რა. და ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა თქო ამ შემთხვევაში. მენტალურადაც მნიშვნელოვნად იცვლება ადამიანი, როდესაც ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს და ამის შანსსაც აკარგვინებთ და ის არ ვიცი როდის დაბრუნდება ისევ დარბაზში, სხვა დარბაზში თუ ჩვენთან, ხო? აი ეს არ ვიცი და მოდი გავიაზროთ ხოლმე ყველა ჩვენთაგანმა პასუხისმგებლობები, რომლებიც გვაქვს. დარბაზში ტრენერმა უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა თავისი და ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და უნდა ისწავლოს და სწორად მოექცეს მომხმარებელს, რომ აი ეს შესაძლებლობები არ დააკარგვინოს. ჩემი შვილი გიორგი, რომელიც ახლა სწავლობს, მისი პასუხისმგებლობა დღეს არის სწავლა. და მან ეს პასუხისმგებლობა სწორად უნდა გაიაზროს რა და ისწავლოს სწორად, რომ შემდეგ მის ქმედებებს არ მოყვეს არასწორი განვითარება. არ მოყვეს ის, რომ რაღაც არ ვიცი და ამიტომ გზა გამოვიდა დატალღული. ხვდები? ანუ თავის დროზე რომ პასუხისმგებლობით არ მიუდექი სწავლას, ამან შეიძლება მერე გამოიწვიოს. როგორ წარმოგიდგენია ექიმი, რომელიც პასუხისმგებლობით არ მიუდგა, არ ისწავლა და რამდენიც გინდა იმდენი მაგალითი გვაქვს ეგეთი, თავის დროზე არ ისწავლა და დღეს როგორ საპასუხისმგებლო რაღაცას აკეთებს და მისი შეცდომა, იმიტომ რომ მაშინ პასუხისმგებლობით არ მიუდგა საქმეს, დღეს აგერ შეიძლება ადამიანის სიცოცხლეთ დაგვიჯდეს რა. აი ეს არის მთავარი და ბიზნესშიც იგივეა. როდესაც ვაკეთებთ, მოდი პასუხისმგებლობით ვაკეთოთ საქმე, პასუხისმგებლობით პარტნიორის მიმართ, ბანკების მიმართ, მომხმარებლის მიმართ პასუხისმგებლობით. აი, ამის შეგრძნება მძიმეა, ამის გააზრება ძალიან მძიმეა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ვინც ატარებს ამას და ვინც აწევს სათანადოდ, ხო? ჩვენ ვიცით კომპანიები, რომლებიც
მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევა და მე ძალიან ვაფასებ ამას და ძალიან მოგწონს. ხო და ვეცადოთ პასუხისმგებლობით ვაკეთოთ საქმე რა. მეტი პასუხისმგებლობა ყველაფერში. აი ეს სიტყვა მიყვარს ძალიან და საქართველოში მით უმეტეს აი ამ სიტყვას არ ვიცი, აი ყველას ურჩევდი რომ კარგად გაიაზრონ და შესაბამისად ვაკეთოთ საქმე. ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა. მე რომ დაგპირდი რომ დღეს აქ უნდა მოვსულიყავი და კონკრეტული დრო თქვით, რომ დამეგვიანებინა ხო უპასუხისმგებლოს აქციელი იქნებოდა, შენ აგირევდი გეგმებს. ბიზნესშიც ეგრეა. მე რომ გადახდას გიგვიანებ, მე რომ არასწორად გიკეთებ რაღაც სამუშაოს ესე ვთქვათ, აი სამშენებლო ბიზნესში. ეს გადახვევას გავაკეთებ. როდესაც დეველოპმენტს ვიწყებდით, თქვით რომ დეველოპმენტი რა არის, ნუ მიწის ნაკვეთი გვაქვს და გვინდა განვავითაროთ. და ავაშენებინოთ კომპანიას და უნდა ჩაგვეტარებინა ტენდერი, გაემარჯვა კომპანიას და აგვიშენებდა. მაგრამ საქართველოში დროზე რო ააშენოს, ხარისხიანად გააკეთოს საქმე, ესეთ კომპანიები არის ფიცზე ჩამოსათვლელი. და ფასიც ნორმალური რო კონდეს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მე მომხმარებელს ვეუბნები და ვაძლევ, რომ მე გარკვეულ დროში დაგისრულებ შენ სახლს, ეს პასუხისმგებლობა ჩემთვის სიტყვა არის, რომელიც მე ვთქვი და უნდა შევასრულო. და მე თუ სხვის გამო ამას ვერ შევასრულებ და დიდი ალბათობა ვერ შევასრულო, მაშინ რა ვქნათ? და შევქმნით სამშენებლო კომპანია. რომელზეც აი მე პირადად სამშენებლო მიმართულებით გამოცდილება არ მქონდა, ნული მქონდა გამოცდილება და ამის მართვა იყო ძალიან წარმოუდგენელი ჩემთვის. მე დავფიქრდით ახლა როგორ გადავჭრათ პრობლემა მართვის პრობლემა როგორ გადავჭრათ და პროცესები როგორ იყოს სწორად აწყობილი, რომ უამრავი რისკებია რა, ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკები და სხვა რისკები რა, რომელიც ფინანსური ეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ISO სერტიფიცირება გაგვეტარებინა სამშენებლო კომპანიისთვის, რომელიც ჩვენ ახალი შექმნილი გვქონდა, ესეც წარმოიდგინე როგორი გადაწყვეტი საქართველოში ალბათ 30-40 კომპანიას თუ ექნება სამშენებლო მიმართულებით სერტიფიკატი აღებული, იმ დაგვარად უნდა კონდეს პროცესები შიგნით მოწესრიგებული, რომ ეს სერტიფიცირება გაიარო, ნუ არ ვიცი, მთელი სამუშაო პროცესია. მოკლედ მივიღეთ სამუშაო დავალება, საშინაო დავალება და პროცესები გავწერეთ ევროსტანდარტების მიხედვით. ზუსტად იმ მოთხოვნების მიხედვით, რაც ქონდა ISO სერტიფიცირების ნაწილს და ძალიან გამოგვადგა ეს და დღეს მეტნაკლებად, არ ვიცი, 90% რისკების დაფარული გვაქვს, ესე ვთქვათ და შესაბამისად მუშაობთ ამ სტანდარტებით. აქ მივედით და ამან მოგცა იმის საშუალება, რომ შედარებით ეკონომიურად ვიმუშავეთ, დროზე ვასრულებთ სამშენებლო სამუშაოებს და აი უდიდესი ჩემთვის უდიდესი გამოწვევა იყო ეს რომ სიტყვა როდესაც ვთქვით რომ სხვათა შორის წლის ბოლოს უნდა დავასრულოთ 95% სამუშაოების და ეს დასრულებული იქნება როდესაც გავაჟღერეთ ფიგურებში ეს შესრულდა ეს იყო იმ პასუხისმგებლობის ნაწილი რომელსაც ვიზიარებ ვატარებ და რითიც ვაკეთებ საქმეს რა ამიტომ ყველას ურჩევ სტარტაპერსაც რა ვიცი, ხანგრძლივი პერიოდით ბიზნესში მყოფსაც დაპირებას მიუდგნენ პასუხისმგებლობით, ზოგადად საქმეს მიუდგნენ პასუხისმგებლობით, ნებისმიერს რასაც ვაკეთებთ. და ყველაფერი ნორმაში იქნება, მგონია. ისე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე აი ბიზნესზე რატო არის კარგი, ხო? აი რაღაცა ფინანსურ დამოუკიდებლობა, რაღაც თავისუფლება და რაღაცა. მაგრამ ძალიან იშვიათად ვლაპარაკობენ ხოლმე აი ბიზნესის ბნელ მხარეებზე. შეგიძლია რამე გამიზია რომ მაინც ჩახედული ხარ მაგ ბიზნესში და რამე თუ შეგხვედრია ისეთი რაც აი ჩვეულებრივად ადამიანებს არ სმენიათ ან არ იციან. არა, სმენით ალბათ ბევრი სმენია, ბევრი იციან, უბრალოდ არ ვლაპარაკობთ ამ თემაზე რა და აფიშირებას არ ვაკეთებთ ზოგადად არ გვიყვარს ჩვენ ბნელ მხარეებზე საუბარი, თუმცა ბიზნესი არის ნაწილი, სადაც გარდა იმ სიკეთეებისა, რასაც ვხედავთ, ძალიან ბევრ რთულ პროცესებს გავდივართ, ესე ვთქვათ, მენეჯმენტის წარმომადგენლები თუ მფლობელები ბიზნესის. მოკლედ, ერთის მხრივ, როდესაც ბიზნესში ხარ ჩართული, არ ვიცი, აი, TBS-ის მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, ერთი ძალიან ისეთი кейსი იყო, ჩემთვის სასწავლებელი და ემოციურად ძალიან მძიმე. რეგიონალურ დირექტორად რო დავინიშნე, ალბათ 2 თვე იყო გასული
და თავიდან არის ეს რაღაცა სასიამოვნო სიახლეები. ავტომობილი გამოგიყვეს, მძღოლი გემსახურება, სოციალური პაკეტი შეგეცვალა, ფილიალებში მიდიხარ და ყველა ისე თბილად გხვდება, მოკლედ შენ სტატუსით ესე სიამოვნება ზღებულობ რა და მოკლედ 2 თვე იყო გასული, როდესაც ერთ-ერთ ფილიალში ფროდი აღმოვაჩინეთ ესე ვთქვათ და მომიწია ფილიალის რამოდენიმე თანამშრომლის გაშვება სამსახურიდან. მაშინ ალბათ ახსოვს 2 დღეში, როდესაც ამ ადამიანს ვესაუბრებ და აქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ჩემთან ერთად დაიწყო ზოგმა მუშაობა. აი ურთულესი მომენტი იყო. ახლობით 2 კილო დავიკელი წონაში, იმდენად განვიცადე რა. როდესაც აი მაგალითად ხა Snap-ი იბერკომპანიაში ვსაუბრობთ, ალბათ პირველი ყველაზე რთული მომენტი რაც არის მენეჯერისთვის, რისი აი გიწევს აუცილებლად ბიზნესში თუ ხარ გიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება არის ადამიანებთან დამშვიდობება. აქ ძირითადად ისევ ვამბობ, რომ მენეჯერის ბრალია ხოლმე თქო, იმიტომ რომ თავის დროზე ვერ გავაკეთეთ იდენტიფიცირება ადამიანის ჩვენ გუნდში ჩაჯდებოდა, არ ჩაჯდებოდა, მოერგებოდა ჩვენ კულტურას, ვერ მოერგებოდა, ან мотиваცია ვერ შევუქმენით სათანადო. მოკლედ, ჯობია ხოლმე ჩვენში ვეძებოთ პრობლემები, მაგრამ გამოვყოფ ამ ნაწილს, როდესაც ადამიანებს ეხება და ადამიანებთან მიმართებაში გიწევს გადაწყვეტილების მიღება, მე დავარქმევდი, რომ ერთ-ერთი ბნელი მხარეა და აქაც ვიტყოდი, რომ დაახლოებით 80% ჩვენი ბრალია ხოლმე ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სწორად ვერ დავაიდენტიფიცირეთ თავის დროზე აყვანის მომენტში და შემდეგ ამ ადამიანთან ან კომუნიკაცია, ან ურთიერთობა და მასაც დავაკარგინეთ დრო ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გვაქვს და ჩვენც დავკარგეთ. ასევე ხშირად არის ხოლმე, მოკლედ არ არსებობს კრიზისების და პრობლემების გარეშე ცხოვრება ესე რომ ვთქვათ რა და ყოველთვის რაღაც აღმასვლა ეს ჩვეულებრივი ამბავია. არის შემთხვევები, როდესაც გიწევს გადაწყვეტილებების მიღება, არ ვიცი, ბიუჯეტის შემცირებაზე, გიწევს გადაწყვეტილებების მიღება სტრატეგიის ცვლილებაზე, რომელიც ძალიან ბევრ პროცესებს ეხება, გიწევს თუნდაც აი კომპის მაგალითი ავიღოთ, კომპანიის დახურვასთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ის ნაწილი, რომლის გარეშეც არ ხდება ხოლმე რა და ჩვენი სატარებელი, აი პასუხისმგებლობა ერთის მხრივ შევხედოთ ხო მარტივი ამბავი, მაგრამ სატარებლად აქეთ და შესასრულებლად. საკმაოდ რთულია ხოლმე რა, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაფერი შენზე არ არის, ყოველთვის ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს. ამიტომ ბნელ მხარეებში ალბათ ამათ ჩამოთვლიდი, მაგრამ ყველაზე ესეთ გამოკვეთილად ჩემთვის ემოციური ნაწილი არის ადამიანებთან ურთიერთობა, როდესაც ადამიანის ცხოვრებას ცვლი რაღაც პერიოდით. თუმცა ყველა ცვლილება რაც გამიკეთებია, ვცდილობ ხოლმე თვალებს ჩავხედო და ისე მივიღო გადაწყვეტილება და აუხსნა აუცილებლად და არ ვიცი 100% кейსების შემთხვევაში უკეთესი უშოვიათ ხოლმე და ასე რომ ამით ვიწყნარებ ხოლმე თავს. შვენიერი და როდესაც აი გუნდის მართვაც დიდი გამოცდილება გაქვს და მაინტერესებს ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი მან რა მიგიღია. გუნდის მართვის შემთხვევაში იცი რა არის მთავარი არის მენეჯერის მიდგომა ზოგადად გუნდთან რა. ანუ შენ გუნდს მართავ თუ ხარ გუნდის ნაწილი რა. ჩემი ამ შემთხვევაში ვცდილობ ყოველ შემთხვევაში და ალბათ ჩემი მეგობრები თანამშრომლები უფრო იტყვიან ხოლმე რეალურად ეგრეა თუ არა, ალბათ მათ უნდა ვკითხოთ, მაგრამ მე ვცდილობ რომ გუნდის ნაწილი ვიყო რა. მათთან ერთად ვაკეთო რაღაცეები და ეს ვისწავლე TBC-ში რა. რომ მართვა როგორც ასეთი არაეფექტურია ჩემ შემთხვევაში და ეს მასწავლა გუნდმა იყო кейსები, როდესაც რა ვიცი, გავიმარტივე რაღაცა პროცესები და ვცადე უბრალოდ მემართა და მე ვადარებ იმ პროცესებს, სადაც მე თვითონაც ჩავერთე, ან დაინახეს, რომ მეც მათი ნაწილი ვიყ, მათთან ერთად ვიყავი და რადიკალურად განსხვავებული ეფექტები აქვს რა, ერთს და მეორეს. მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ მენეჯერი უნდა იყოს გუნდის ნაწილი რა და შიგნიდან უნდა მართავდეს, სწორი ადამიანები უნდა ყავდეს, რომლებიც მართავენ რეალურად რა. მე ყველას ვეუბნები, რომ მიმართულებების მიხედვით მე
ჩემზე მეტი ცოდნა უნდა გქონდეთ ყველას. თქვა დეველოპმენტის მიმართულების ხელმძღვანელს უნდა გქონდეს ჩემზე უკეთესი ცოდნა დეველოპმენტში, იმიტომ რომ ყოველ დღე ეხება ეს დეველოპმენტს. იურიდიული სამსახურის უფროსი ბევრად მაგარია თავის მიმართულებით ვიდრე მე და აი ამ სწორი გუნდის დალაგების შემთხვევაში მართვაც შენს გუნდის ნაწილი ხარ და მართვაც ფაქტიურად ძალიან მარტივდება. ყველა მიცის თავის საქმე, იციან საით მივდივართ, სტრატეგია გვაქვს და ერთად მივდივართ ამ საქმისკენ რა. აი ერთად სვლა თუ ამას მართვაც დავარქმევთ, ოკეი, ეგ არის რა. აჰა, და ნახე, აი მე მაგალითად ჩემი პერსპექტივით რო გითხრა რაღაც, ეგეთი სიტუაცია მაქვს ხოლმე, აი, როდესაც მაგალითად ვქმნი აი გუნდური სამუშაო ან რაღაცა, ყოველთვის ვფიქრობ, მიჭირს პასუხისმგებლობის გადაცემა სხვისთვის, რა, ვფიქრობ, რომ აი რაღაც გაუჭირდება მირჩევნია მე გავაკეთო და ბევრ რაღაცას ვიღებ ჩემს თავზე და დროში ვეღარ ვესწრები ან რაღაცა და აი რას მირჩევდი, როგორ გავუმკლავდი ამას, შენ თუ გქონია მსგავსი სიტუაცია? დღემდე მაქვს. დღემდე მაქვს და როგორ უმკლავდები მაშინ? დღემდე მაქვს და როდესაც ვამბობ რომ გუნდის ნაწილი ვარ, ხანდახან შეიძლება იმაზე მეც ვიღებ ჩემ თავზე, ვიდრე უნდა ვიღებდე. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, როდესაც ვამბობ რომ სწორი ადამიანები უნდა გყავდეს ირგვლივ. ერთი რომ სწორი ადამიანები შეარჩიო და მეორე ამ ადამიანებს შენ არ ენდო და არ გაყვე. ხანდახან აი გეუბნები კბილები მიგაწკაცებ ხოლმე, მაგრამ არ ვერთვები. იმიტომ რომ მარკეტინგში მარკეტინგის ჰედი ჩვენი მაკუნა არის ბევრად მაგარი პროფესიონალი და უნდა ვადროო რა. შეიძლება შეცდომები დავშელო რაღაცა არ მომწონდეს, იმიტომ რომ მე ერთი ადამიანი ვარ, მაგრამ მან უკეთ იცის რა მოწონს ჩვენ მომხმარებლებს და ამიტომ ვენდობი. შესაბამისად ვცდილობ ხშირია ხოლმე შემთხვევები მე მინახავს რომ აი ჩართულობა არის მაღალი. მე კიდევ ვცდილობ რომ ყველას მივცე საშუალება რომ თავის საქმე აკეთოს. თავის საქმე აკეთოს, თვითონაც ბევრად კომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც თუ მომანდე შეკაი ადამიანო ეს საქმე მაცადე მაშინ გაკეთება რა და ჩემი რჩევა არის რომ თუ სწორი გადაწყვეტილება მიიღე, აი გადაწყვეტილებაში თუ არ შეგეშალა, მაგ შემთხვევაში აცადე რა. შენ ვითარდები, მიყვები სტრატეგიას უყურებ და მოდი თავის საქმე აკეთოს რა და თუ ავიყვანე, თუ ვენდე, მოკლედ ვცდილობ რომ არ ჩავერთო ხოლმე. ამიტომ ჩემი რჩევა არის რომ შენი რესურსი ამ შემთხვევაში და ნებისმიერი ბიზნესის ოუნერის რესურსი მოხმარდეს ბიზნესის განვითარებას და ბიზნეს სტრატეგიებზე ფიქრს და ბაზარის აით მიდის და უამრავი გამოწვევები გვაქვს ვიდრე არ ვიცი გავერკვეთ ფინანსების რაღაც ნაწილში, გავერკვეთ მარკეტინგი. არ გჭირდება ეგ რა. ვადროოთ, მიენდე რა. თავიდან ცოტა რთულია, მაგრამ მე გამოდის ნელ-ნელა რა. წარსულში დაბრუნება რო შეგეძლო შეცვლიდი რამეს? კი, რამოდენიმე რამე შევცვლიდი ახლა. პირველი აი კომპიზე და გულდაწყვეტით საუბრობ, რომ მგონია რომ კომპანიას ქონდა პოტენციალი რომ თავისი როლი ეთამაშა რა ბაზარზე და ხელიდან გაუშვით ეს როლი, იმიტომ რომ არ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ კომპანიაში წავსულიყავით, თუმცა ამას თავისი პოზიტიური ეფექტებიც ჰქონდა. ეს კომპანიის ნაწილში, რაც შეეხება ცხოვრების ნაწილში, ალბათ უფრო მეც ვისწავლიდი, სანამ პატარა ვიყავი. სწავლას გულისხმობ იგივე თეორიულ ცოდნებს, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ როდესაც ბოლოს 41-ის ვიყავი 2-ის 3 წლის წინ ალბათ, როდესაც executive MBA გავაკეთე, ძალიან გამიჭირდა და ტვინიც უკვე სხვა ტიპის პრობლემებზე არის მორგებული და სწავლაზე აღარ არის ორიენტირებული. მე ყოველ შემთხვევაში ეს შემთხვევა მქონდა, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ცოდნები დავაგროვოთ 35, მაქსიმუმ 40 წლამდე რა და ალბათ მან კიდევ უფრო მეც ვიაქტიურებდი, ესე რომ ვთქვათ რა. აჰა. გასაგებია. იცი რა მაინტერესებს, აი ცოტნებსაც რო შევეხოთ ახლა. ყველა ადამიანი ვინც ვარჯიშობს, ოცნებობს ხოლმე რომ ერთ დღეს მინდა ჩემი ჯიმი მქონდეს რომ იქ ვარჯიშო რა. მაინტერესებს აი შენც ვიცი რომ აი ვარჯიშობდი და მანდ გაგიშდა სურვილი რომ მე შენი ჯიმი გააკეთებინა. მაინტერესებს პირველი კითხვა ეს იქნება რომ აი რატომ გადაწყვიტე სიტყვა საერთაშორისო კომპანია შემოგეყვანა საქართველოში და რამე შენი ბრენდი არ გააკეთებინა და მეორე ის რომ აი რა სირთულეს გადააწყდი აი ამ პროცესში, ამ ბიზნეს კეთებაში. ეგეც ძალიან საინტერესო მომენტი იყო. მოკლედ პირველი იყო ის რომ
მე თვითონ ჩემ თავს გამოვცადე პროდუქტი და პროდუქტის სარგებლიანობა და აქ დავინახე, რომ კარგი რაღაცა არის რა. მეორე ვნახე, რომ ბაზარზე არის გეპი. არ არის ფაქტიურად რა, მხოლოდ ერთი კომპანია იყო, რომელიც მაშინ დარბაზებს ავითარებდა და ძალიან კარგი საქმე გააკეთა, ასპრია, რომელმაც ძალიან კარგი საქმე გააკეთა, იმიტომ რომ ჩვენ პიონერები არ ვიყავით, იყო ასპრია. და ასე ვთქვათ, ჩვენც მოგვეცა დაკვირვების საშუალება, რომ ბაზარზე შევსულიყავით თუ არა და ეს ბიზნესი დაგვეწყო თუ არა, მარტივი იყო ასპრიას დარბაზებში თუ შეხვიდოდი და ნახავდი რა მდგომარეობა იყო, შედარებით იოლად მივიღეთ გადაწყვეტილება, მოკლედ რა, შეიძლება დატა არ ქონდა ესე, რომელზეც დავეყრდნობოდით, თუმცა იოლად მივიღეთ გადაწყვეტილება. ქონდა ის ინფორმაცია, რომ საქართველოში 0.001% ვარჯიშობდა, როდესაც გერმანიაში 50 წლამდე, ესე ვთქვათ, ჯანმრთელი მოსახლეობის დაახლოებით 10%-ამდე ვარჯიშობდა. ანუ ტრენდი საით უნდა წასულიყო, ამას ვხედავდით და პარტნიორებთან როდესაც მსჯელობდით, ერთ-ერთი ეგ იყო რა, რაზედაც ვფიქრობდით. მეორე რაც იყო, ვნახეთ, რომ კომპეტენციები საერთოდ არ აქვს. ბაზარზე კომპეტენციები ამ მიმართული ფიტნესის ინდუსტრიის მიმართულებით არ არის. დღეს იმდენად, ესე ვთქვათ, გაზრდილია ინფორმაციები, არ ვიცი, ნებისმიერი ასკროლვის დროს, ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ვარჯიშთან დაკავშირებით, ან ჯანსაღკვებასთან დაკავშირებით, ან მენტალურ იმდენი ინფორმაციები გვხვდება და იმდენი rilsები და იმდენი ვერ წარმოიდგენ იმდენი რაღაც ინფორმაციის წყაროა. მაშინ არ იყო ეს ინფორმაციის წყარო და ადამიანების, ესე ვთქვათ, ცნობიერების შეცვლაც კი დაგვჭირდა და ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა, რომელიც არ გვეგონა, რომ დაგვჭირდებოდა. და ამან დეველოპმენტის პროცესი, ამან და სხვა ფაქტორებმა ცოტა გაწელა და თუ ფილიალების სიტყვაზე 2 წელიწადში უნდა გაგვეხსნა 6 ფილიალი, არ ვიცი, 10 წლის თავზე ვართ იქ, სადაც უნდა ყოფილიყავით 2 წელიწადში, თუმცა ამას კორონავირუსი დაემატა, ამას დაემატა გზების გადაკეტვები და ასე შემდეგ. მოკლედ თემა იყო ესეთი, რომ დავინახეთ გეპი და კომპეტენციების არარსებობა მარტივი ამბავია, დავსერჩეთ და ვნახეთ, რომ ტოპ 5-ში შედიოდა რამოდენიმე 5 კომპანია იყო მაშინ, როდესაც ტოპ 5-ში საუკეთესო კომპანიები, რომლებსაც დაუკავშირდით და ერთ-ერთი იყო Snap Fitness-ი. ყველას ისეთი მოთხოვნები ქონდა საქართველოსთან მიმართებაში, ზოგადად ბაზარი ეპატარავებოდათ, რომ საუბარი არც გაგვიგრძელეს და Snap-ი იყო, რომელმაც გითხრა, რომ 20 ფილიალზე ნაკლებზე არ ვსაუბრობთ. საქართველოში იმ დროს 20 ფილიალის გახსნა, თითო ფილიალი მაშინ ალბათ 600-700,000 დოლარი ჯდებოდა ერთი ფილიალის გახსნა. ძალიან რთული ამბავი იყო რა. არა დაგვინდოდა ეს თემა. და მახსოვს არჩილ ფირიაშვილი, ჩვენი პარტნიორი, რომელთან ერთადაც დავიწყეთ, მე და არჩილი, ჩავნიშნეთ კოლი, ჩავფრინდით მინეაპოლისში 24 საათი ვიფრინეთ, დაუჯექით და დავარწმუნეთ ადამიანები, ალბათ დაინახეს ესენი საქართველოდან რომ ჩამოფრინდნენ ამხელა გზა გამოიარეს 24 საათი, ან ვერანაირად, ან მაგრად უნდათო და როდესაც მაგრა უნდა ადამიანს ის აუცილებლად მერე შედეგს აღწევს და მოკლედ დავგთანხმდნენ. იქვე გვიხსენეს მაშინ მახსოვს მილოუკ-ბაქსში იყო ზაზა ფაჩულია და გვიხსენეს რომ ზაზას თუ იცნობთ და ჩვენ მაშინ კი ჩავთვალეთ რომ რაღაცა ის გაყიდვის ის ხო არ არის თქო საქართველოსთან დალინკეს თქო. მაგრამ მერე აღმოჩნდა რომ უთხარით რომ მეგობარია ზაზა და ასე შემდეგ და მოკლედ ზაზა ჩვენ გუნდში აღმოჩნდა და ესე დავსტარტეთ Snap Fitness-ი და პასუხი რომ გავცე კომპეტენციები რო გვეყიდა Snap-ისგან ეგ იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თუმცა Snap-თან ურთიერთობას მოქონდა ის რომ მაგალითად ჩვენი დარბაზები აღჭურვილია ტექნოჯიმით, Snap-ს აქვს გლობალური კონტრაქტი ტექნოჯიმთან, შესაბამისად გარკვეულ ფასდაკლებებს ვღებულობთ. არის soft-ის ნაწილი, რომელიც Snap-ის არის. ასევე ნებისმიერი კითხვა, რომელსაც ვსვავთ Snap-თან, დღის მდგომარეობით 1600 კლუბიდან წამოღებული ინფორმაციის დატის საფუძველზე პასუხობენ და შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა და ტრენდები, რომლებიც სოფლიო ტრენდებია, შეგიძლია კოპირება გააკეთო და გადმოიტანო. ამიტომ არის რომ ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო გაზიარება იმ დროს
ამ ინფორმაციების გაზიარება და მათი შემოყვანა და არ წავედით ადგილობრივი ბრენდით, თუმცა წარმატებული кейსი გვაქვს ჩვენი კონკურენტები, Octopus-ი და ხშირად გვაქვს ხოლმე ეს მსჯელობა და ეგ კითხვა არაერთხელ დაუსვავთ სხვათა შორის. ისინი კარგად განვითარდნენ და მანდაც ამაყივარ, რომ ქართული ბრენდი არის, რომელიც ბაზარზე ძალიან, ესე ვთქვათ, აგრესიულად კონკურენციას გვიწევს და ესე ვთქვათ, ერთად ვავითარებთ ამ მიმართულებას. წიან ზაზაფაჩულია რო ახსენე და უთხარით რომ კი ვიცნობდითო, მართლა იცნობდით თუ უბრალოდ ისე უთხარით? იცი რა, ვიცნობდით, მაგრამ არ გქონდა ესეთი მეგობრული ურთიერთობები და ფაქტიურად ჩვენი მეგობრული ურთიერთობა და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ აი ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული ძმაკაცი ოჯახის წევრი, რა ვიცი, ძალიან ახლო ადამიანია. სწორედ მაშინ 10 წლის წინ დაიწყო ესე რომ ვთქვათ რა და ასე აღმოჩნდა ჩვენთან ერთად რა. მშვენიერი. იცი რა მაინტერესებს კიდე, ეხა ფინანსებში დიდი გამოცდილება გაქვს, მიმართულებითაც მუშაობ და რაღაცა და შენ დამოკიდებულება მაინტერესებს ზოგადად ინვესტიციების მიმართულებით, აი როგორ უყურებ კრიპტოს, აქციებს, აი მაგ მიმართულებაში თუ ხარ შეხედული, მაინტერესებს. იცი რა, მოდი ვიტყოდი ცოტა ესეთნაირად ინვესტიციების კუთხით მე ესევე მეგობრებთან ერთად ვართ საინვესტიციო ფონდში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვარ Foresight investment-ში ესე ვთქვათ ძალიან კარგი გუნდია შეკრული და იქ რა თქმა უნდა შეხება გვაქვს ინვესტიციებთან და საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვიზრდებით და ქართულ რეალობაში ვფიქრობ რომ მანდაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ, იმიტომ რომ დღეს ბიზნესისთვის წყარო ფინანსური რესურსების არის ძირითადად ბანკები და აუცილებელია რომ შეიქმნას ინსტიტუციები და ეს არის საინვესტიციო ფონდები, საიდანაც შესაძლებელია ალტერნატივა ბანკების ალტერნატივა გაჩნდეს და ეს ძალიან ბევრ კარგ პროცესებს ესე ვთქვათ ქმნის ქვეყნის განვითარებაში. რაც შეეხება დაუბრუნდები კრიპტოს და აქციებს, მოდი ამ ბაზარს გავყოფ ორ ნაწილად რა. ერთი არის აქციები, ფასიანი ქაღალდები, რომელთაც ივაჭრება და აქ გარკვეული გამოცდილება, ალბათ პირადი გამოცდილება მაქვს და წამიგია კიდევაც, მომიგია კიდევაც და ვფიქრობ, რომ საინტერესოა და ვფიქრობ, რომ მანდაც თუ გიზიდავს და შენია, მაგ შემთხვევაში ალბათ ღირს კეთება და ვაჭრობა, ესე ვთქვათ, აქციებით ვაჭრობა, თუმცა ძალიან ბევრი წესებია, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვა ხოლმე რა. აი შეყოლა მოკლედ ძალიან აზარტულია და ეს წესები შენვე თუ არ განსაზღვრა და სწორად თუ არ დაიცავი, შეიძლება ცხვირი წაიმტვრიო და მე პირადად სიტყვაზე რაღაც მომენტი იყო, როდესაც შევყევი ბირჟას, იზრდებოდა და ერთ ღამეს, როდესაც ჩამოიქცა და დილით ჩავხედე, არა და უკვე კარგ მოგებაზე ვიყავი და დრო იყო გამოვსულიყავი და ერთი თვით ადრეც რო გამოვსულიყავი, კარგი იქნებოდა. მოკლედ ეს არის რაც პირადი გამოცდილებიდან ვიცი, თუმცა დიდი ბაზარია და ალბათ ბევრისთვის საინტერესო მიმართულება არის და ნამდვილად შეიძლება რომ კარგი მოგება დააგენერირო ამ შემთხვევაში, მაგრამ საჭიროა რომ პირველი მუდმივად ინფორმაციის მოძიებაში ვიყოთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ბაზარზე რა ხდება, რა მდგომარეობა, აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ბევრი მდგენელია, რომელიც განსაზღვრავს ხოლმე ბირჟაზე ფასები გაიზრდება თუ შემცირდება, ამიტომ ბირჟაზე ხომ მთავარი არის სწორ დროს შესვლა, სწორ დროს გამოსვლა და ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით უნდა ვაკეთოთ ეს. მოკლედ, სენსით ეგ ამბავი არ უნდა აკეთო. მე გრძნობ აქ არ მოსულა რა. რაც შეეხება კრიპტოს მიმართულებას, ფაქტია, რომ შედგა ეს მიმართულება, ეხლა სკეპტიკურად ბანკირები ზოგადად სხვაგვარად უყურებთ ამ ამბავს და ცოტა ისე ვარ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ წლებია რომ შედგა. მაგრამ 95% არის ბაბლი. ჩემი გადმოსახედიდან ისევ, თუმცა არის 5% სადაც რეალურად შეიძლება მოკლედ მანდ ყოფნა, მაგ აქტივების ქონა და მე ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში
უკვე წარმოგვიდგენია თუ მანამდე ვერ წარმომედგინა, უკვე წარმომიდგენია არსებობაც, განვითარებაც და ასე შემდეგ რა. გასაგებია. თუმცა მე პირადად მაინც ჯერჯერობით სკეპტიციზმს ვინარჩუნებ. გასაგებია. ეხლა უკვე ნელ-ნელა ბოლოში გავდივართ. ბოლო კითხვას დაგისმევთ და მე რაც დავანონსეთ, ეგეც ვთქვათ. ბოლო კითხვა ჩემი ეგეთი იქნება, რომ აი დღეს რო ყველაფერს ნული დაიწყებდე, რა სიზამდი, როგორ წახვიდოდი და როგორ ახვიდოდი იგივე წერტილში? ალბათ იგივეში არ ავიდოდი. ეცოდნები თუ მექნება, მაშინ იგივეში აღარ ალბათ მაშინ რა სიზამდი. იცი რა არის? დღეს რო ვიწყებდე, ალბათ უფრო სწრაფად მივიღებდი გადაწყვეტილებებს. ის რომ ეს გამოცდილება რაც მაქვს ახლა დაგროვებული გამოცდილება, თუნდაც ამის ნახევარი რომ მქონოდა ცოტა უფრო ადრე, ალბათ ბევრად უფრო სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებდი და შესაბამისად იმ თემებს, რასაც დღეს ვეჭიდები, ალბათ ერთი 10 იმდენს შევეჭიდებოდი და ვფიქრობ, რომ ალბათ მინიმუმ 1-2 უფრო წინ ვიქნებოდი, შესაბამისად რასაც ყველანი უნდა ესწრაფოდეს ის არის რომ ბევრი წავიკითხოთ, კითხვა რა არის, ხო? ვიღაცის მიერ დახარჯული ცხოვრება არის ერთ წიგნში ჩადებული. შეკაი ადამიანი დახარჯე 4 საათი და წაიკითხე რა და გაიზიარე ეს ყველაფერი, ხო? აი, როდესაც კითხვას მისვავ რომ ნულიდან იწყებდე, თუ ეს ცოდნები მექნებოდა, აი ბევრად მაგარი ვიქნებოდი რა, აქ და ეს ცოდნები როგორ შეიძლება მიიღო, მეტი წაიკითხო რა. და ალბათ მეც მეტი უნდა წამეკითხა მაშინ და ერთ-ერთი შევა შეიძლება ეგ დავტოვოთ, რომ აუცილებლად ბევრი უნდა წავიკითხოთ, გავიაზროთ ადამიანმა მთელი ცხოვრება იცხოვრა, მერე დაწერა ეს და შენ 4 საათში შეგიძლია მის ცხოვრება გაიაზრო რა და მოდი გააკეთე ყველაფერი რა. შესაბამისად, ალბათ ბევრად წინ ვიქნებოდი. ხო და თუ არ მექნებოდა ჩემ თავს აი მაშინ რო ვიწყდა და აი ბევრი უნდა მეკითხა რა და უფრო მეტი ესე ვთქვათ რა. კაი, ეხლა დავაანონსოთ ეგ ისა. დავაანონსოთ, თუ ვთქვათ პირდაპირ რაც არის. მოკლედ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად გაუზიარო ადამიანებს, არ ვიცი, გაუზიარო ჩემი გამოცდილება, აი, იგივე გულის ტკივილი თქვი, რომ ვიღაცის მთელი ცხოვრება არ წავიკითხე თქო რა და თურმე წამეკითხა 10-ის მაგივრად 20 წამეკითხა რა, რა მიშლიდა ხელს დრო არ მქონდა, არავინ არ თქვას რომ მაგის დრო არ აქვს. ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ვიღაცებს რაღაცა თუნდაც რა ვიცი, აი დეცისოდენა რაღაცა შეუცვალო ცხოვრებაში პოზიტიურისკენ. ამიტომ ვფიქრობ რომ აი გვისმენენ ან მოგვისმენენ სტარტაპერები, რომლებიც რაღაცა იდეებით არიან გამსჭვალული, აკეთებენ საქმეს რა და მე მინდა რომ მათმა პირდაპირ დაინახონ კორელაცია ერთი იმ საქმეს შორის, რასაც აკეთებენ და მათი მენტალური და ფიზიკური მდგომარეობა შორის. ამიტომ როდესაც მოგმართავენ, ესე გიტოვებ, როდესაც მოგმართავენ ორი კომპონენტი იყოს, ერთი სტარტაპერი და მეორე არასდროს უვარჯიშია რა. აჰა. და ვნახოთ რა კორელაცია არის მის ჯანსაღ ცხოვრებასა და ამ სტარტაპის პროცესებს შორის. რამდენად გაბედული გახდება, რამდენად უფრო მებრძოლი გახდება და რამდენად ხანგრძლივ პერიოდში შეინარჩუნებს, ესე ვთქვათ, мотиваციას თუ ჯანს, რომ კონკურენცია გაუწიოს ვიღაცებს და ამ კორელაციის დაჭერა მე მგონი ძალიან მარტივი იქნება მისთვისაც, ამიტომ ვეძებთ 10 სტარტაპერს, რომელსაც არასდროს უვარჯიშია და მე ერთად დავიჭიროთ კორელაცია და გადაცემაც მივუძღვნათ მაგ ამბავს თუ გამოგვივა. ოკეი, კარგი. და ეგ როგორ გავაკეთოთ, ანუ გავათამაშოთ თუ რას ვაკეთოთ? არა, პირველი 10, რომელიც ამ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს პირდაპირ. აჰა, ოკეი, მაშინ მომწერონ Instagram-ზე და რომლებიც ამორს იმას იზამენ საჩუქრად. არა, რა გამოგრჩა, იცი, თავიდან თქვი, რომ subscribe მაგასაც უნდა იყოს ეგეთ მესამე კრიტერიუმი. ეგეც და მესამე კრიტერიუმი აუცილებლად იყოს ეს არხი გამოწერილი, პლუს ეგ ორი კრიტერიუმი და Instagram-ზე მომწერონ და პირველი 10 ვინც იქნება, მიიღებს საჩუქრად ამ იმას რა ქვია. Snap-ის აბონემენტს. შვენიერი. მადლობა ძალიან დიდი რომ ესწორე ესეთი საჩუქრით სავსე. მადლობა მეგობრებო თქვენს რომ ბოლომდე უყურეთ ამ ეპიზოდს, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ასევე კომენტარებში დაწერეთ, აი ყველაზე მეტად რა იდეა ჩაგჭათ, საინტერესო იქნება ამის წაკითხვა და მოკლედ შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. აბა დროებით.